ჩვენს ირგვლივ უამრავი ბაქტერია და ვირუსია. ისინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება დაგვაავადონ. გაიხსენეთ ბოლოს როდის გქონდათ სიცხე ან უსიამოვნო ხვალა. მიზეზი რის გამოც ავადიყავით ალბათ ვირუსით ან ბაქტერიით ინფიცირება იყო. ავადყოფნა ნამდვილად არ არის კარგი შეგრძნება. საბედნიეროდ არსებობს მრავალი გზა, რომლითაც შეგიძლიათ საკუთარი თავი და სხვები ინფიცირებისგან დაიცვათ. მაგალითად, შეგიძლიათ ხშირად დაიბანოთ ხელები, დაცემინებისას ან ხველისას იდაყვია იფაროთ პირზე და კარგად გარეცხოთ საკვები, რომლის მიღებასაც აპირებთ. თუმცა არსებობს სხვა იარაღიც, რომელიც იმუნური სისტემის გაწვრთნით ინფექციური დაავადებებისგან დაგიცავთ. მათ ვაქცინებს უწოდებენ. ვაქცინები საგულდაგულოდ არის შემუშავებული ლაბორატორიებში. ვაქცინების უმეტესობა ვირუსის ან ბაქტერიის ნაწილს ან მათ უვნებელ ვერსიას შეიცავს. რაც უფრო მეტად ითვისებენ მეცნიერები ახალ ტექნოლოგიებს, მით მეტი ვაქცინის შემუშავება ხდება დაავადებებთან საბრძოლველად. როგორც წესი, ვაქცინები მკლავში ძალიან თხელი ნემსით კეთდება. მან შეიძლება რამდენიმე წამით ოდნავი ტკივილი გამოიწვიოს, მაგრამ ადამიანების უმეტესობა არაფერს გრძნობს. ვაქცინაციის შემდეგ შესაძლებელია კანი ოდნავ გაგიწითლდეთ, იგრძნოთ ქავილი ან შეშუპება. როგორც კი ვაქცინა თქვენს ორგანიზმში მოხვდება, თქვენი იმუნური სისტემა გააქტიურდება და იწყებს საპასუხომზადებას ზუსტად ისევე, როგორც ეს ნამდვილი ვირუსის ან ბაქტერიის წინააღმდეგ მოხდებოდა. სანამ თქვენი იმუნური სისტემა მომზადებითაა დაკავებული, შესაძლებელია ოდნავი დაღლილობა ან დაბალი სიცხე იგრძნოთ. ეს კარგის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი ანტისხეულებისა და ვეტერანი B უჯრედების არმიას ქმნის. თუ მომავალში იგივე ვირუსი ან ბაქტერია შეგხვდებათ, ეს უჯრედები ამოიცნობენ და გაიხსენებენ მტრებს და დაუყოვნებლივ შეებრძოლებიან მათ, ვიდრე ავად გაგხდიან. ჩვენი იმუნური სისტემის უნარი და იმახსოვროს შემოჭრილი ვირუსი და ბაქტერია არის ყველაზე ძლიერი დაცვა, რომელიც ჩვენ გვაქვს ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად. ვაქცინების გამოყენებით ჩვენი იმუნური სისტემა შეტევისთვის ემზადება, რათა დავიცვათ საკუთარი თავი და სხვები.